მზად ხართ რომ ჩემი უკან ნომრები დაინახოთ? აქ დავდგეთ ძმა სერიებს ცდება უკვე ეს ყველაფერი. ვიღებთ. მოკლედ, მოგესალმებით ისევ დავდგეთ ძმა სერიებიდან და ჩვენი პირველი წარმომადგენელი არის BMW X5M 575 ცხენის ზალით. მეორე ყავს არაჩვეულებრივი G კლასი, რომელიც არის 4 და 0 ბიტურბო და გამოიმუშავებს 577 ცხენის ზალას, ხოლო მესამე კი ალბათ ყველაზე საინტერესო არის Mercedes GLE 5 და 5 ბიტურბო, რომელიც გამოიმუშავებს როგორც G კლასი 577 ცხენს, ასევე ამასაც სხვა ძრავით, მაგრამ 577 ცხენის ზალა აქვს. შეგახსენებთ, რომ დავდგეთ ძმა სერიების მეგობარი კომპანია არის SOCAR და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ჩვენს გვერდზე დგანან. თქვენ კიდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ დღეს გელოდებათ ორი Mercedes და BMW-ს დაპირისპირება. სალამი, ლაშა პანჭულიძე და შენი X5M, ხო? მოგესალმებით. რამდენად ქარხნულია ეგ მითხარი და მე უკვე ქარხნულ მონაცემებზე გადავიდეთ. სრულიად ქარხნულია, ესეთ გუმორეობაში ჩამოვიდა, როგორცაც ხედავთ. ჩემშვები, ფილტრების, ყველაფერი ქარხნულია. კატალიზატორების და ყველაფერი აქ შეგნა. ყველაფერი ქარხნია, როგორც გამოდის, ზუსტად ჩათვალეთ იგივე მაგალითად. X5M ჩვენ ყავდა სხვათა შორის და გამახსენე 575 ცხენია კი და როგორც იძახიან ხოლმე ცოტათი მეც საჩვენებს ხოლმე ყველა იძახის მაგას კი ბატონო. მე არ ვარ გაზომილი შენ. დინოზე არ მყოლია, უბრალოდ იძახიან რომ 600 ცხენს საჩვენებს დინოზე. წონა რა აქვს? წონაც როგორც ასეთი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კატალოგის მონაცემებით 2375 კილოდან 2350 კილომეტრამდე. ხო, კომპლექტაციების მიხედვით არის ალბათ. ძალიან საინტერესოა. ერთი მაინც ძრავში ჩაგვახედე, ნახოთ როგორ გამოიყურება. ესაც არის 8 ცილინდრიანი, შეგახსენებთ, არის 2 ტურბინით. ამას twin turbo სისტემას ეძახიან თუ ბიტურბოს გამახსენე? twin turbo სისტემა. მე როგორც ვიცი ახლა. ოკეი. ყველაფერი ქარხნულია, შვენივრად გამოიყურება და კარგად ყავს მოვლილი სხვათა შორის, რაც ზოგადად მოვლაში შეიძლება ცხენებს აისახოს ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ის წვრილმანები ზოგჯერ წყვეტს ხოლმე, რომ მანქანამ ძალიან კარგად იაროს. აი რაღაც მანქანები რო ვიძახით, რომ აი რაღაცა ხოძეა, რაღაცა ვერ არის ხოძე. ანუ ჩემი ერთ-ერთი ისეთი თვისებაა, რაც მყავს, ყველაფერი მყავს იდეალურ მდგომარეობაში. ან უნდა ყავდეს ჩემი აზრით, ან საერთოდ არ უნდა ყავდეს. აბსოლუტურად გეთანხმები. და ამ ძალიან ცხელა იქ. ტემპერატურებზე უჭირს ზოგადად. ან ზეთი ხო არ გითხელდება, ან რაღაცა მსგავსი ხო არ ხდება ისეთ. სიმართლე გითხრა, ანუ პრაქტიკაში დიდად რო გითხრა, რომ სულ გაზაობ და ეს ტრეკზე პირველად ვარ ეხა ტრეკზე, მაგრამ ტემპერატურას იჭერს რა ზეთი ეხა. ოკეი. ეხლა ყავს მეგობარი კომპანია TUS Motors-ი, პაკელოს მიმართულებით, ანუ პაკელო არის ესეთი იტალიური ხარისხის ზეთი. ჩვენ გავტესტეთ, ჩვენ E39-ში Supra-ში ჩავასხით სხვათა შორის და Supra-ს ვიდეო ალბათ უკვე ნანახი გაქვთ. თქვენ და ძალიან კარგად მუშაობს. ასე რომ თუ ზაფხულში რამე პრობლემები ექნება შენ მანქანას, შეგიძლია რომ ჩვენი პრაქტიკა გამოიყენო, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ხოლმე რომ ტესტავთ და ისე უყვებით რაღაცებს ჩვენ მაყურებელს და არა ჰაერზე მოგვაქვს ხოლმე მონაცემები. ასე რომ პაკელო ეს სწორედ, всё, ეგ არის. კაი, 402 მეტრზე უნდა გადავიდეთ. ეხა შეგვიძლია გატესტო შენი მანქანა, როგორ იძრება, როგორ მუშაობს და მე უკვე დავდგეთ დრაგზე და 3 ავტომობილი დავაჯახოთ ერთმანეთს. დავაჯახოთ გადატანით მნიშვნელობაში გეუბნები. ლანჩი აქვს ქარხნული, საკმაოდ კარგი ლანჩი აქვს. ხო, ეგ დამოვწდა მეკითხა და კარგია რა თქვი. ლანჩი დავძრავ რა. შვენიერი? ჩემი ნახოთ რა იქნება. წარმატებები შენ ჩემო ძმა. აი ხარე, მადლობა ასე. ჩვენ ყავდა ბევრი F85 სხვათა შორის, ბევრი რა, 2 F85 ყავდა და კარგი იქნება რომ თქვენც შეადაროთ უკვე რა განსხვავებებია F85-ებს დროებს შორის რა. იმედი მაქვს რომ ეს იქნება ყველაზე ჯანზე, შევხედავთ ყოველ შემთხვევაში და ეხლა სტარტს მივცემთ და ვნახავთ, დროსაც დავაფიქსირებთ. დრაგის მოწყობილობა დავაწყოთ. დროს ზომავდით დრაგის გარეშე თვალით. არ ვიცი როგორ მოახერხებდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისაც დროის გაზომვა დაგჭირდებათ, რეკლამა არ არის სხვათა შორის. უბრალოდ თქვენ პონჩი ვიზახი, დრაგის მოწყობილობა შეგიძლიათ იხმაროთ და მაქსიმალურად აი ზუსტად ადგენს რა წამის მიასედებში და მიათასედებში ადგენს დროს. კაი, მოკლედ ეხა გავზომავთ აქ 402 მეტრსაც, 0-დან 100-მდე აჩქარებასაც და თუ 200-ს გადაცდა, მაგასაც დავაფიქსირებ ჩვენი დრაგის მოწყობილობა. წავედით სტარტებზე. მზად ხარ?
ლაშა არის სხვა შორის პირველი ადამიანი, რომელსაც ვთხოვა, რომ სატესტო გასვლებზეც დამასტარტინე ზუსტად ისე როგორც აკეთებ დრაგებზეო და ძალიან სწორი მეთოდიკაა ეს მე თუ მკითხავ. მიეჩვევა მოკლედ როგორ ვასტარტინებ დრაგზე მანქანებს და რეაქციის დრო ექნება კარგი. იმედი მაქვს რომ კარგი. დათხარ? მაინც გორავს. ტორმოზე და გაზზე რო დგას, სავარაუდოდ მაინც გორავს. სალამი და ძალიან მეცნობის სახეზე შენ სხვათა შორის. შენ უფრო კარგად გახსოვს საიდან გეცნობი? მწვანე GTS-ი. შენს მაყურებელს პირველ რიგში. მწვანე GTS-ი როგორც მახსოვს, Tesla-ც შენი იყო, ორი ავტომობილით გადავიღეთ სხვათა შორის აქ დრაგი და აი აქ ჩავსვათ კადრებს. სამი. წელიწად ნახევარი გავიდა თუ ორსები დაახლოებით. ხო, მაგრამ ამ ეტაპზე მე რასაც ხედავ ხარ Mercedes-ი, ეს არის GLE, რაც ვნახეთ, AMG. ეს არის ყველაზე ძლიერი ვერსია ამ GLE და რამდენი ცხენი აქვს? 577 ცხენი აქვს. და წონა აქვს დაახლოებით 2 და 400-მდე. ოკეი. სხვათა შორის ზონის და მიუხედავად ძალიან კარგად დადის, ნახავს მაყურებელიც. მოდი ჩაგვახედე ერთი. ეს რომელი ძრავი, ანუ 4 და 0-ია თუ 5 და 5 და 5 ბიტურბო. 5 და 5 ბიტურბო. ოკეი. ნახოთ, ვაიმე რა ცხელია. მაგარ სიცხეში ვირებ ისე სხვათა შორის და შვენივად გამოიყურება სხვათა შორის. ესაც არის 8 ცილინდრიანი და არის twin turbo, ხო, 2 ტურბინით არის. ბიტურბოს ეძახიან. ხო. ადგილიდან სავარაუდოდ launch control-ი არ რამე გაქვს? launch control-ი აქვს, მაგრამ მე არ ვიხმარე ხო launch control-ს, იმიტომ რომ კონტროლზე ხან რთავს, ხან არ რთავს და შენია სტაბილურად ვიარო. ოკეი, გვაწვალებს. სხვათა შორის BMW-ც ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ ლანჩზე და ყველა მანქანამასია თუ აწვალებ, მაგ შემთხვევაში არ ყავ კარგად ლანჩ კონტროლს და მე არ ვაწვალებ მანქანას და მირჩენია ჩვეულებრივია, რომ S პლუსით. შემდეგ გადაცემაში სხვა მანქანით ხო არ უნდა გელოდოთ კიდე? მე როგორც ვიცი, ამ მანქანას შენ ყიდი საერთოდ. კი, ამ მანქანას ვყიდი, სხვათა შორის ძალიან სუჟი მანქანა რავდა. თქვენთვის კიდე ძალიან კარგი მომენტია, ვისაც გინდათ GL-ის ყიდვა, პრემიუმ ლიზინგის მომსახურებით ისარგებლოთ, ანუ ლიზინგით. დაფინანსების თემა აქვს 1000 ლარიდან 100,000 ლარამდე. რაფასიანია სხვათა შორის? $55,000. 55,000. ესე იგი, დამატება დაჭირდებათ მაინც. ეხლა მაგდეს ვერ დააკლებ. თლად ლიზინგითაც გაუჭირდებათ. ხო, გაცემის საკომისიო აქვს 0%, მაინც რო იცოდეთ და უკუ ლიზინგის მომსახურებაც აქვს და დეტალები და ასე შემდეგ შეგიძლიათ აღწერაში გვექნება ლინკი პრემიუმ ლიზინგის, გადახვიდეთ, დაურეკოთ და ყველაფერი გაიაროთ. ყოველ შემთხვევაში და ცოტა გვაკლდება აქამდე, როგორც მივხვდი. ოკეი. 402 მეტრის ტესტებით უნდა დავიწყოთ ახლა. დავიწყოთ. შენ კი გამოსული ხარ შედარებით ალბათ სხვებთან შედარებით, მაგრამ მაინც ალბათ ამ მანქანით არ იქნები ნაყოფი და ჯობია რომ კარგად გატესტო. მეულია სიმართლე გითხრა და არც გამიტესტავს ამ მანქანას. ოკეი, წარმატებებს. მადლობა. ჩვენი ახალი მეგობარი კომპანიის შესახებ მინდა გითხრათ. ეს არის CoinMania.G. ვინმეს თუ გაქვთ სურვილი, რომ ქართული სანდო კრიპტო საფულე იქონიოთ, შეგიძლიათ CoinMania.G აკრიფოთ, რეგისტრაცია გაიაროთ და ასევე თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, მათ აქვს ჩაშენებული საიტზე ჩატი, ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გაუშვათ და დაგაკვალიანებენ. აქვე გეტყვით, რომ თუ პოპულარული კრიპტოების შეძენა გსურთ, იგივე ვებგვერდის გამოყენება შეგიძლიათ CoinMania.G. კაი, მოკლედ GLE კუპეზე გადავედით. AMG-ია სხვათა შორის და წინა დრაგზე ვლაპარაკობდით X5-ი ყავდა, სადაც ეს მოდიფიკაცია არ ქონდა Mercedes-და, მაგაზე ვიძახით, რომ ეს მოდიფიკაცია უფრო ძლიერია თქო და აი ზუსტად აი ხარ. ბესო, ჩვენ მზად ვართ. როცა გინდა დასტარტი. როგორ მშვიდია? ნახოთ როგორ გაბრაზდება. ამ სტარტით გვაშინებდი, ბესო? ეხა მოვა და ჩაგვპიზდავს ეგრევე. ისმიერი მოდიწყო. ოკეი, G-კლასი დაგვჭა. G-კლასთან რას ფიქრობ? როგორ ივლი? ტრისაც შემიძლია დაუდგე. სალამი, გაგვეცანი.
მე ვარ ევაზი ასტანოვი. და როგორც მივხვდი, ეს არის შენი ავტომობილი, G-კლასი. რა ძრავზეა, ქარხნულია, არ არის ქარხნული? აი, გითხარი. ხარხნულია მთლიანად სტოკია. ეს არის 4-დან 0 ვერსია, ხო უკვე? კი, 4-დან 0, 8 ცილინდრიანი, ვინც არიცით, არის ბიტურბო სერია, 2 ტურბინიანი ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვა და რამდენ ცხენს გამოიმუშავებს? 577. 577. და მე რაც დავამუღამე, ამ სამ მანქანას შორის ყველაზე მძიმეა ეს სავარაუდოდ ვიზუალიდან გამომდინარე. წონაც ხო არ გახსოვს? 2 ტონა და 650-ია თუ არ ვშტები. 2 ტონა 650, კი, საკმაოდ მძიმეა სხვათა შორის. შეგიძლია ერთი კაპოჩი ჩაგვახედო? კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ეს ძრავები უკვე ძალიან ბევრ Mercedes-ზე ვნახეთ. Mercedes-ში დევს და ერთ-ერთი გამართლებული ძრავია, უბრალოდ ცოტა ვაიმე რა ცხელია ხო არ გადაო. ცხელი. ოკეი, ქარხნული მდგომარეობაა მთლიანად. აქ სხვათა შორის 4-დან 0-ში ადრე იყო ხომ ეს 2 ტურბინა შეუფუთავი და მერე შეფუთეს, ანუ იზოლოთერმული იზოლაცია გააკეთეს და მიხვდნენ რომ ცოტა პრობლემები ჰქონდა სიცხის და შედარებით გამოასწორეს, თუმცა ცხელი ამინდია ძალიან და სიცხეს იტყობს ისე ზოგადად მანქანა თუ გაქვს ატესტილი? არა. ოკეი. ძალიან არა. როგორც ძველები. ძალიან კარგი, შვენიერი. და ვიცი რომ დღეს ყავს მოკლედ მე მგონი 3 მანქანა იყიდება, ხო? თუ ორ წელი. ეს მანქანაც იყიდება. კი, იყიდება ეს მანქანაც. 3 მოლტრის იყიდვა გინდა ისე. აუ, ჯერ არ მიფიქრია მაგას. თუ დამოვიწყდა მოკლედ ვისი მანქანაც იყიდება, ინსტაგრამები იქნება დაბლა და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მიწეროთ ვინმე თუ სურვილი გექნებათ მართლა. მაგრამ შენ თუ მოგინდება რამე ისეთი ავტომობილის ჩამოყვანა, რომელიც ამერიკაში ან კორეაშია, შეგიძლია Ho Auto Import იყოს ესეთ მეგობარი კომპანია. აგირჩევენ მანქანას ან თუ გინდა შენაარჩიე და კორეიდან არის ხოლმე ისეთი მანქანები, რომლებიც დაუზიანებელია ძირითადად თუ გეზარება, გაკეთება, ჩალიჩი რაღაცეები აქ-იქ. კორეა ძალიან კაი ვარიანტია და full პაკეტებით არის ხოლმე და მეორე ვერსია არის რომ ამერიკიდან კი ვიცით უკვე ქართველებმა მაგაზე მეტი მე მგონი არაფერი არ ვიცით მანქანის ჩამოყვანა და გაკეთება და დაზიანებით არჩევა და მოკლედ ასეა თუ ისეა რამე თუ დაგჭირდება ჩამოყვანა ავტომობილის Ho Auto Import შეგიძლია მივხვდეთ. აუცილებლად. ოკეი, გადავიდეთ 400 მეტრებზე. კი ბატონო. შეგიძლია გატესტო, ნახოთ. აქ ალბათ გამოსილება არ გაქვს. არა, პირველად ვარ ხო, საერთოდ. ასე რომ რამოდენიმეჯერ შეგიძლია გატესტო, ნახო როგორ მუშაობს ავტომობილი, როგორ ისტარტება და მე უკვე დავდგეთ სხვა მანქანებით. მოსულა? აბა წარმატებით. Mercedes-ი G-კლასი 4-დან 0 B-turbo. ნახავთ ახლა აჩქარებას 402 მეტრს გავზომავთ ამაზეს და მერე ვიდეოს ბოლოსკენ ან შუაში დაელოდეთ leaderboard, სადაც ყველა მანქანის მონაცემები იქნება სრულად. 0-დან 100-მდე აჩქარება, იქნება 100-დან 200-მდე, 402 მეტრიც გვექნება, რა დროში დაფარა და ასე შემდეგ. რევას, ჩვენ მზად ვართ, როცა გინდა დასტარტ. კაი იყო. თავიდან ყველა მანქანა წყნარია, წყნარად იზრდება, მაგრამ მე გავიგონე ხმა რომ რომელიღაც საბურავი წააბუქსავა. აშკარად. მოკლედ ძალიან ბევრმა იცის რომ ჩემი და Lux Autos პროექტი არის მოკლედ Supra, სადაც მოკლედ Lux Autos-ში გავაკეთეთ და გამოვიდა ესეთი იდეალური, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ახალი პროექტი დავიწყოთ, რომელიც უკვე ჩამოსულია. ეხლა ნელ-ნელა ვამზადებთ რაღაცებს, პირველი სერიაც გადაღებული გვაქვს და ისევ ამ ავტომობილს წავიყვანთ რა თქმა უნდა Lux Autos-ში გავაკეთებთ და ეს არის ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის ოცნება ავტომობილი. ეს მართალი არის იაპონური, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ცოტა შაუბნელი მხარეებიც და დაელოდეთ მოკლედ ამ სერიას სულ მალე დავდებთ ალბათ სექტემბერში და ნახავთ ერთად. Так, მოკლედ პირველი დადგომა მე შევთავაზე რომ მეთქი გავტესტოთ მეთქი რომ ერთმანეთში არ ავიზილოთ თქო სამი მანქანა თქო, მაგრამ არაო, პირდაპირ დავდგეთო და დავდგეთ, ჩემი რამითის. მე დავდგები აქ, ხო ყველა მხედავთ კარგად. და ხო გახსოვთ ხელს ზემოთ წევ, როგორც კი დავიწყებ მოძრაობას, შეგიძლიათ დასტარტოთ. მზად ხარ? მზად ხარ? მზად ხარ?
ამაგრად წავიდა. თავიდანვე დაწინაურდა, აშკარად წინ იყო. G-კლასი ძალიან ლამაზად ისტარტება, მცხვირს წევს ზემო და ძალიან კაი სანახაობაა, მაგრამ ცოტათი ცხენი მეტი უნდა რა. არ და ამ ძრავის პოტენციალი ძალიან დიდი აქვს, იმიტომ რომ ჯენეზას ავტომობილი რო ყავდა, აქ G-კლასი არის, ისაც აი ხა ჩავსვათ კადრებს რა. ჯენეზ, შევზად ხარ? დავაი დაცხე. არ მახსოვს, დაახლოებით 800 ცხენზე იყო და ძალიან მაგრად დადიოდა. ანუ არ მოიდგინე აი ამ ხელა მონსტრისთვის სასწაულ დროში დადიოდა, რასაც ქვია. ლიდერბორდ შეგიძლიათ მაგის დრო ნახოს ფოტოშოპს. კაი, მოკლედ X5 იმარჯვებს ჯერჯერობით, მეორე ადგილზე არის ჩვენი GLE, ხოლო ბოლოზე გავიდა G-კლასი. არ და ყველაზე ლამაზად დაისტარდა G-კლასი. მეორე გასვლა გვაქვს ეხლა. ზათხარ? 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 მე მგონია რომ ეს გასვლა იყო წინა გასვლის აი დაახლოებით 70-80%, იმიტომ რომ ისევ X5 იყო პირველი, GLE არის მეორე და მესამეზე გავიდა G-კლასი. არის და როგორ მიანება G-კლასი. ოპა. საერთოდ შეგვიძლია მოგდეთ თითი არ მაქვს ადადები და ზუსტად ვიცი რომ ქარხნულია, იმიტომ რომ შევამოწმეთ და ქარხნულ პროგრამაზეა რა. ზუსტად ვიცი. რა ეს ქართული თქო რომ ცალკე ვერ აი ზუსტად ქარხნულად რა დროც უწერია, მაგ დროში ავჩქარდი ძმაო. ქარხნულად უწერია 4-2-4-3, ზუსტად 4-2-ში ავჩქარდი ეხაც და სტოკი მანქანის ყოლობაზე პროსტა უბრალოდ არის რომ ჯამფთელია რა. აი მანქანაა. თავიდანვე ხო ვიცოდით რომ გაგვასწრებთ, მაგრამ ხო, ამდენს არ ველოდი რა. არა, მაგრად არის საკუთარ შორის და რო იცოდე წინა X5-ები რო ყავდა, ამას ბევრად კარგი დროები აქვს. ხო. არა, სვეჟია ეთყობა ეგრევე რა. ჩვენც არ ვიარეთ სუდათ, მაგრამ აი მანქანა ყავს. არა, ისე ძალიან ხოძეა, მაგრამ ლაშას. კი, ადგილიდან აშკარად დამსახურებულად გაიმარჯვა. გადავალ ლაშასთან. მაგრად დადის, ა? ესე ცხოვრება თუ იქნებოდა ნახდათ ვერ ვიფიქრებდი. არა, ძალიან მაგრად დადის. მაგრამ რას ფიქრობ, გაგორებულიდან ფორსინდეთ. სანამ ბიჭები მოემზადებიან, შეგიძლიათ დააგემუნოთ ხოლმე თქვენს. სხვა შორის ჩვენ ვიდეოებსაც რო უყურებთ, კროკოს უგემრიელი სნეკები დაითრიოთ. ეს არის მარილიანი, მაგრამ ასევე აქვს შოკოლადის და ის შოკოლადის სნეკი, კროკოსი არის ჩემი უსაყვარლესი სნეკი. ყველაზე გემრიელია. თუ არ გაქვთ გასინჯული აქამდე, უეჭველი გასინჯეთ. მოკლედ გადავედით გაგორებულზე, სადაც უკვე ადგილიდან აღარ აქვს მნიშვნელობა რომელი მანქანა როგორ ისტარტება. აქ უკვე იმენა ჯანის თემა არის, რომელ მანქანასაც უფრო მეტი ჯანი აქვს. ის ივლის, რა თქმა უნდა, ისეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ X5-ები არის ყველაზე მსუბუქი ამ სამ მოდელიდან, მაგრამ ასეა თუ ისეა, მოდი გაგორებულის თემაც ვნახოთ. ქართ რო ჩემი უკან ნომრები დაინახოთ. სათავართ რა. Mercedes-ი გავიდა. ბესო, შენი ყავი პირველი? მე ვიყავი პირველი. ვა, საინტერესოდ დასრულდა. აუ, ძალიან საინტერესოა, სხვა შორის რომ Mercedes-ი გავიდა ეხა ადგილიდან, ჩემთვის სურპრიზი აღმოჩნდა. არ ველოდი. მაგრამ კარგად გავიდა, აშკარად. თანაბრად მიდიოდით, ხო? არა, გავიდი. არა, აქ ვიძახი. აკი. ხო. რა დავდგეთ. ვა, საინტერესოა. მოხსნათ, ჩავხსნათ G-კლასი და ლაშა დავდგეთ. G-კლასი წაგებულია всё? აღიარებ თუ აღიარებ. არა, რო წაგებული გაქვს G-კლასი, შენ ჩაიხსენ და მე და ლაშა დავდგებით. მე მგონი უნდა რომ გადაგვიაროს. თუ არ ვცდები. ამოხვალ კიდე? დადგები კიდე? არა. აზრი არ აქვს, ხო? აი, მე და ლაშა დავდგები. კაი, ეგრე ვქნათ. ოპა, დაიძაბა სიტუაცია. ისევ BMW და Mercedes შემორჩნენ ბრძოლაზე და ლაშა ეხა გააგრილებს ამოვა და დავდგებით უკვე საბოლოო გასვლაზე. ნახოთ, შეიძლება ერთ-ერთი დასრულდეს ეს გასვლა და კიდე ერთი მოგვიწიოს, ან ისევ Mercedes-მა გაასწროს და უკვე გაგორებულიდან ეგრევე
ცხადი გახდება, რომ Mercedes-ი უფრო ჯანიანია ვიდრე BMW. თუმცა BMW-ს უკეთესი სტარტი აქვს, ფაქტი სახეზეა. 0-100-იც რეალურად BMW-ს უკეთესი ჰქონდა, ყველაზე კარგი დრო ჰქონდა 0-100-ზე და ეხლა შევხედავთ რა. თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე გვაქვს ჯგუფი ალექსანდრე ხეროდინიშვილი დრიფტი განს, შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ავტომობილის ცოტა სურათი, ჰეშტეგი დავდგეთ ძმა და აუცილებლად საინტერესო მანქანა უნდა ყავდეთ ჩვენი გადაცემისთვის და მაგის მიხედვით შეგვიძლია უკვე აგარჩიოთ და მოვიდეთ აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და გადავიღოთ დავდგე ძმა სერიალი. როცა გინდათ წამოდით ჩვენ მზად ვართ. მზად ვარ, ლაშე წავედით. დაიძაბა. რამე მანქანა უნდა ვიყიდოთ ისეთი, რომ აი უკნიდან გავიყიდოთ ხოლმე და აი როგორ იცი, აი 360-ით რო გადავიღოთ რა. მე მგონი მაინც შეგასწარი, მაგრამ მგონი ერთით სადოთ რა. მგონი ვერ შემასწარი. ოპა. სადოთ რა მესამეში უკვე დააგრა და გაჩერდა, ნახავდი კიდევაც. დავედით. დაიძაბა. აქ დავდგე ძმა სერიებს ცდება უკვე ეს ყველაფერი. აქ შუბლზე. რა სიტუაცია მინდა გითხრა. ნახავ შევასწარი თუ ბესომ შემასწრო მეორეს. შუბლზე მიდები სერიები იწყება უკვე ნელ-ნელა. ანგარიში ფეარაი რა ვიცი. კაი, ეხა არის მეგონი ყველა საინტერესო, იმიტომ რომ მე პრეზესთა და ხო არ ბაყველისება აღმოსდატორე. არა, ხო უნდა გადავწყვიტოთ რაღაც, ანუ რისთვის მოვედით? ეკი, ეს ხო არის ბოლოზა SD? არა, მოიცა ეს რაღაც. მე და შენ ვიყავით მართლა. ცადე. Invalid file, ხო არ გადაობ. სოკარი საწვავი ამოვიტანეთ, გავავსებთ ეხა მანქანებს. გავავსებთ რა 20 ლიტრი ამოვიტანეთ, 20 ლიტრი ვერ გავავსებთ მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყვითელზე არ ივლიან და ჭუჭყს არ ამოიტანს ნასოსი აუზიდან რა. აი ბოლოში ნალექი იცის ხოლმე და ვცდილობთ ხოლმე რომ მინიმალურზე არ ვაგაზაოთ მანქანებს. სხვათა შორის კონკურენცს ვუსებ ხო მანქანას? ეგრე აეწყო ცხოვრება. სანამ ბენზინს ამოიტანდა ალექსა ესენი ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობდნენ, ანგარიშის ნომერის თხოვა ალექსას მოკლედ და უეჭველი ამოიტანა თუ არა, სუპერი ეგ არ ვიცი, სუპერი უნდა ამოიტანა წესით. მე სიტყვაზე გენდობი ძმაო. კაკრას თავის მანქანაში მაგდო ჩაასხა 1 ლიტრი შენ მოსატყუებლად. ხო, დანარჩენი აქ გაუშვა ყველაფერი. მესამე გასვლა გვაქვს ეხა, უკვე ბოლო საურჭოფო გასვლა იყო ცოტა და ეხა გავარკვევთ უკვე საბოლოო ჯამში როგორ გადაწყდება ჩვენი ამბავი. ჩვენ მზად ვართ. ცუდად ემთხოვა, იმიტომ რომ ჯერ ერთმა გადართო მესამეში. Mercedes-მა გადართო და მერე BMW-მ გადართო რა. ან უფრო სწრაფად უნდა წამოსულიყო იდეაში, ან უფრო ნელა. ბოლოში შემასწრო. აი კარგად გადავთე, უკვე შედარებით რა. გაჭუპა. ბესო, რაო რა ხდება? ელი ამის ჩემოძმაო მაგრამ სასურველად ვამას. ეგ არის მოკლედ. არა, მაგრადაც. ვალია. აი მაშინი ეს ახლა დაუშვა ფეხი და მესამე რაც წაიღო ის ჩასვა. მესამეს ჩავსავთ რა და აქ გვექნება კათი და აქედან გავაგზავნოთ რომ ულოცავთ თქო და всё. მადლობა კიდე ერთხელ შემოძღვაო. მაგრადი არეთ ორივე. მადლობა ძალიან კაი იყო. მაგრამ ოდნავ ჯობ ეხა ამ ეტაპზე ოდნავ ჯობია X5-ები რა. მე რასაც ხედავ. ჯობია. იცი რა არის ორივე სვეჟი რო არის ეხა უფრო გამოიკვეთა X5-ები რო ჯობია თორე. ძალიან სვეჟი მანქანაა და ძალიან კაი მანქანაა თორე. მე დავამდგარ ვარ X5-თან და გაგისტრია? გამისტრია. კარგად გამისტრია თან და ძალიან სვეჟი მანქანაა და 100 კილომეტრი აქვს გარბენი და ეთყობა რა. თან მოვლასაც მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა. ბოლას არ ვაკლებთ. ძალიან კარგი. მოკლედ გილოცავ. გაიხარე. ეს ერთი სხვა მრავალი. კი, რა თქმა უნდა. მეგობრე ისედაც მეგობრები აღმოჩნდით და აწი მეგობრებთან თქმა უნდა. გაიხარე. თქვენ კიდე არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ და გელოდებით შემდეგ ვლოგში. ადიოს.